მხარდამჭერებს შეხვდნენ და პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრეს დღეს ქრისტიან-დემოკრატებმა საარჩევნო სიის პრეზენტაციის შემდეგ ფილარმონიის ფოიეში შეკრებილ მხარდამჭერებს მოძრაობის ლიდერებმა საარჩევნო პროგრამის ძირითადი ასპექტები კიდევ ერთხელ შეახსენეს. ქრისტიან-დემოკრატები გამარჯვების შემთხვევაში ელექტორატს დაბალ ტარიფებსა და დასაქმებას პირდებიან. სოფო ოხანაშვილი გიამბობთ. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ეს არის კრებული იმ ადამიანებისა, რომელთათვისაც უცხოა ჭოჭმანი, ეჭვი და მუდმივი შფოთვა. ქრისტიან-დემოკრატებმა საარჩევნო სრული სიის პრეზენტაცია არჩევნებამდე 23 დღით ადრე გამართეს. ის 60 ადამიანი, რომლებმაც მოძრაობის მიერ შემუშავებული საარჩევნო პროგრამა გამარჯვების შემთხვევაში რეალობად უნდა აქციონ, მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა წარუდგინა. ჩვენ ყველაზე ადრე მოვახდინეთ იდენტიფიცირება ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემისა, რომელიც აქვს თვითმმართველობის თემასთან დაკავშირებით მთელ საქართველოს, ეს არის უმუშევრობა და ჩვენ ყველაზე ადრე გავეცით კითხვას პასუხი როგორ. ქრისტიან-დემოკრატების გუნდში მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულებაზე პასუხისმგებლობას გამოსცემ პოლიტიკოსებთან ერთად დამწყებებიც ინაწილებენ. საარჩევნო სიის პირველი ნომერი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ინგა გრიგოლიაა, მეორე ნომრით ჯაბა სამუშია, ხოლო მესამე ნომრით მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნიაა წარმოდგენილი. გამარჯვების შემთხვევაში ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატები პირობას დებენ, რომ მოსახლეობისთვის მიცემული ყველა დაპირება სრულყოფილად შესრულდება. ის, რასაც პირდებით ადამიანებს დაბალი ტარიფები და დასაქმება, ეს იქნება შესრულებული. გია ჭანტურიას მერობის შემთხვევაში. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება რომ თბილისს და თბილისელებს ქალაქი დაუბრუნოთ და ის ღირსება დაუბრუნოთ, რაც ამ ქალაქს ყოველთვის ჰქონდა. ის ბიუჯეტი, რომელიც ბიუჯეტის თბილისელებმა ნამდვილად არ იცის, რა შეიხარჯება ხოლმე. აი იმ ბიუჯეტის ხარჯვა უნდა იყოს ხალხისთვის და ხალხისკენ მიმართული. უსამართლო და ალოგიკურად გაზრდილი კომუნალური ტარიფები კომუნალურ გადასახადებზე ერთი და რაც შეიძლება მეტი დასაქმების საკმარისი რაოდენობით დასაქმების ადგილი შექმნა. ეს ამოცანა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, პანაცეა ჩვენი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში და ჩვენ ამოცანას აუცილებლად შევასრულებთ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით. ფილარმონიის ფოიეში შეკრებილ მხარდამჭერებს საარჩევნო სიის პრეზენტაციის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებმა და კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები კიდევ ერთხელ შეახსენეს. პრიორიტეტები უცვლელია მოძრაობის საარჩევნო პროგრამის მთავარ საკითხებად დაბალი ტარიფები და დასაქმება რჩება. რომ ჩვენ შევძლებთ უმუშევრობისათვის საქმის მიცემას, რომ ჩვენ შევძლებთ მოხუცებელთათვის და უმწევრთათვის ხელის გაწვემას და დახმარების აღმოჩენას, რომ ჩვენ შევძლებთ ავადმყოფთათვის ჯანმრთელობის დაცვისა და მკურნალობის შესაძლებლობის გაჩენას, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი შვილებისათვის ცოდნის, სწავლის, განათლების მისცემის შესაძლებლობის გახსნას. ვინც დასაქმებას დაბალ ტარიფების რეალურად გახდომას შეძლებს, იმისკენ იქნება პოლიტიკური სიმპათიაც საზოგადოებაში. პოლიტიკა დღეს ისაზრება სოციალური, ეკონომიკური და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიმართულებით. ამაზე ვიბრძვით ქრისტიან-დემოკრატები და ამიტომაც არის მთელი ჩვენი აქცენტები. სწორედ იმაზე, რომ ადამიანება იცხოვრონ უკეთესად და შესაბამისად ეს იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, რომელსაც აქვს სურვილი მხარდაჭერის საზოგადოების მხრიდან. ნახევარსაათიანი შეხვედრა ქრისტიან-დემოკრატებმა მოწოდებით დაასრულეს. მოძრაობის ლიდერებმა და კანდიდატებმა მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლა და 10-იანის შემოხაზვა სთხოვეს.